მეცხრე საინფორმაციო სამსახური განაგრძობს პირდაპირ ეთერში მუშაობას. ეს არის ახალი 12-ზე სოფო ჩარკვეტაძესთან ერთად გამარჯობათ. ამ წუთებში ქუთაისში დელათის მონასტერში საქართველოს პრეზიდენტს ელიან. პირდაპირ ჩართვა რამდენიმე წუთში ქუთაისიდან, მანამდე კი დღის სხვა სიახლეები. რა რაოდენობის პრემიები გაიცა თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის თანამშრომლებზე. საუბარია იმ პერიოდზე, როცა უწყებას დიმიტრი შაშტინი ხელმძღვანელობდა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ამასთან დაკავშირებით დეტალურ ანალიზს გამოაქვეყნებს. გამოთხოვილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ დიმიტრი შაშტინის მინისტრობის პერიოდში უწყების ადმინისტრაციის გაერთიანებული შტაბის თანამშრომლებსა და ზოგიერთ სამხედრო მოსამსახურეზე დიდი ოდენობით პრემიები გაიცა. ხოლო დეკემბრის თვეში, როცა სამინისტროს უკვე ირაკლი ალასანია ხელმძღვანელობდა, მინისტრსა და მის მოადგილეებს პრემიები არ მიუღიათ საპრემიო თანხა, მხოლოდ სამინისტროს თანამშრომლებს ჩაერიცხათ. შეგახსენებთ, კვლევის შედეგები ცოტა ხანში გამოქვეყნდება. ოქტომბრის თვეში 21 თანამდებობის პირზე თავდაცვის სამინისტროში გაიცა 134,000 ლარი პრემიის სახით. ამავე თვეში, ანუ ოქტომბერში მთლიანად ყველა სამხედრო მოსამსახურეზე, რომელიც 27,000 ადამიანს შეადგენს, მთლიანად გაიცა 266,000 ლარი. ასევე გამოვითხოვეთ უკვე დეკემბრის თვეში ახალი სამინისტროს მოსვლის შემდგომ რა სიტუაცია არის პრემიებთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ ეს საპრემიო ფონდი ძალიან შემცირებული არის. კერძოდ მაგალითად მინისტრმა და არც ერთმა მინისტრის მოადგილემ პრემია არ მიიღო, ანუ არ გამოუწერიათ თავისთვის. ხოლო დანარჩენ მოსამსახურეებზე პრემიები რა თქმა უნდა გაიცა, თუმცა საკმაოდ შემცირებული რაოდენობით. საგამოძიებო სამსახურის არგუმენტები თუ ბოდვა. სწორედ ამ სიტყვით შეაფასა რია თორთლაძემ ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება, რომლის მიხედვით ის ეჭვმიტანილია სახელმწიფო ქონების დასხვისებასა და თანხის პირადი მიზნებით მოხმარებაში. რია თორთლაძის წინააღმდეგ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს დეოკუპაციის ცენტრს, რომელსაც რია თორთლაძე ხელმძღვანელობს, 350,000 ლარი ჩაერიცხა. გარდა ამისა, ცენტრს უსასყიდლო და უვადო სარგებლობაში გადაეცა 104,602 ლარად ღირებული ავტომანქანა Toyota Land Cruiser Prado. გამოძიების მიხედვით, თორთლაძემ ავტომანქანა 50,000 დოლარად გაასხვისა, თანხა კი პირადი მიზნებისთვის მოიხმარა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182 მუხლით, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რია თორთლაძე თავის მხრივ აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ცენტრს ვალი დაედო, მანქანა გაყიდა და ავტომობილის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა ბიუჯეტში შეიტანა. ისიც ამადასტურებელი საბუთიც მას გააჩნია. ცენტრისათვის უსასყიდლო და უვადოდ სარგებლობაში გადაცემულ იქნა 104,602 ლარად ღირებული ავტომანქანა Toyota Land Cruiser Prado. სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონი კრძალავს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში მიმღების მიერ სარგებლობაში გადაცემული სახელმწიფო ქონების გასხვისებას. დეოკუპაციის ცენტრის ხელმძღვანელმა გია თორთლაძემ არ გაითვალისწინა აღნიშნული კანონი და ავტომანქანა Toyota Land Cruiser Prado 2013 წლის 4 იანვარს გაასხვისა 50,000 ამერიკულ დოლარად. თანხა კი მოიხმარა პირადი მიზნებისთვის. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არის პირდაპირ ანგარიშვალება დეოკუპაციის ცენტრზე, პირდაპირ ანგარიშვალების მცდელობა ჩემზე პირადად, ვისგან? ხელისუფლების მხრიდან. მე შეუშალე ხელი აფხაზეთის დელეგაციას, რომ ასულიყვნენ აკონკაგუაზე და აეტანათ აფხაზეთის დამოუკიდებლობის დროშა, მივწერე მათ გიდს ბატონ ნილსენს, ღია წერილი შვედეთში და ის არ წავიდა და ის ჩაიშალა. ამით არის გაღიზიანებული რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა გადაიდო, ამიტომ ქვეყნის პირველი პირი მოსახლეობას ყოველწლიური მოხსენებით ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართავს. პრეზიდენტის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის საზოგადოების წინაშე სწორედ იმ მიმართვით წარდგება, რომლითაც ის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უნდა გამოსულიყო. გამოსვლა დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლაზე უარი საპარლამენტო უმრავლესობამ განაცხადა. დავით ოსუფაშვილის თქმით, პრეზიდენტს მიეცემა საშუალება კონსტიტუციური უფლება გამოიყენოს და პარლამენტში სიტყვით გამოვიდეს, თუმცა უმრავლესობის პოზიცია, რომ ეს მოხდეს მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიღებული იქნება სათანადო გადაწყვეტილება, ან როდესაც ცალსახად და მკაფიოდ იქნება გამოხატული პრეზიდენტისა და მისი პოლიტიკური გუნდის პოზიცია პარლამენტისთვის იმ უფლების დაბრუნების თაობაზე, რაც მას ეკუთვნის.
პრეზიდენტს აქვს უფლება რომ გააკეთოს განცხადება, ხან რომელიღაც საშენობის სახურავიდან აკეთებს, ხან რომელიღაც მშენებლობის ამწეკრანიდან აკეთებს განცხადებას დღეს, ახლა ბიბლიოთეკიდან გააკეთებს განცხადება. არაფერი პრობლემა არ არის. პარლამენტს ასეთი დესტრუქციული ქმედების გამო არ აქვს სხვა არჩევანი თუ არა ის რომ აჩვენოს ქვეყანას რა მნიშვნელობა აქვს პარლამენტს როგორც საკანონმდებლო ორგანოს და დაიბრუნოს ის მიტაცებული უფლებები, რომელიც 2004 წლის კონსტიტუციით წაართვა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. დებატები, რომელიც უნდა გამართულიყო საქართველოს პარლამენტში და თუნდაც იგივე მწვავე დისკუსია ამ კოჰაბიტაციის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს უნდა წარმოადგენდეს. ამის შემდგომ თქვა შესაძლებელია პარლამენტის უარმა რომ თქვა პრეზიდენტი არ წარსდგეს, არ ქონდეს მას საშუალება რომ გააკეთოს მოხსენება საკანონმდებლო ორგანოს წინაშე, გარკვეულას თქვა მithქვა მოთქვას წარმოშობს საზოგადოებაში. მართალია პრეზიდენტი პარლამენტში სიტყვით არ გამოვა, მაგრამ ქუთაისში დღეს მას მაინც ელოდებიან. მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ქვეყნის პირველი პირი სწორედ დელათს უნდა ეწვიოს, სადაც წმინდა მეფის საფლავია. დელათის მონასტერში ქვეყნის პირველი პირის მისვლას დილიდან ელოდებიან სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის იმერეთის ყოფილი გუბერნატორი თემურ შაშიაშვილი, რომელიც ახლა მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო კამპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელია და ყოფილი პოლიტპატიმარი მელურ ვაჩნაძე. რატომ ელოდებიან ისინი პრეზიდენტს დელათში, ამას მერიან გორგოძისგან შევიტყობთ. ის ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება ქუთაისიდან. მერიან გისმენთ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით გელათის სამონასტრო კომპლექსში, სადაც დავითობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება. გელათის მონასტერში ელოდებოდნენ ქვეყნის პირველ პირს და სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილს აქ განცხადებაც უნდა გაეკეთებინა, თუმცა რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გელათის მონასტერში აღარ მოვა. აქ ახლა არიან შეკრებილები ის ადამიანები, რომელთაც სურს, რომ დავითობის დღესასწაულს შეხვდნენ გელათის სამონასტრო კომპლექსში და შესაბამისად საზეიმო წირვა ლოცვასაც დაესწრონ. სხვათა შორის აქ მოვიდნენ პოლიტპატიმართა გარკვეული ნაწილი, რომლებსაც სურდათ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს სწორედ აქ დახვედროდნენ. თავდაპირველად თუ კი პრეზიდენტი სააკაშვილი ყოველწლიური ანგარიშის ჩასაბარებლად გამოვიდოდა საქართველოს პარლამენტში, მათ ჰქონდათ განსაზღვრული, რომ პარლამენტის წინ პრეზიდენტისთვის ასე ვთქვათ აქცია მოეწყოთ და სიცხვილის კორიდორი დაეხვედრებინათ. შემდეგ მათ გადმოინაცვლნენ გელათის სამონასტრო კომპლექსში და მათ განაცხადეს, რომ უნდოდათ მათი აქ ყოფნით უბრალოდ უხერხულობა შეექმნათ პრეზიდენტ სააკაშვილისთვის. დავითობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია. ეს არის ყველაფერს თავი დავანებოთ ის პერიოდი, როცა საქართველოს მართლა საკუთარ თავს ეკუთვნოდა. პიროვნება, რომელმაც შეძლო წაქცეული ფაქტიურად დაჩოქებული საქართველოს ფეხზე დაეყენებინა. ჩვენი აქ მოსვლის მიზეზი, რა თქმა უნდა, გუშინდელი მოლოდინი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გამოსულიყო პარლამენტის წინაშე სიტყვით, უნდა გაგვიპროტესტებინა და ნაწილი პოლიტპატიმრების ვიყავით ჩამოსული ქუთაისში. არ წავედით ვინაიდან დღესასწაულია და გვინდოდა ბაგრატის ტაძარში შევხვედროდით. ასევე ქონდა ინფორმაცია, რომ მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი აპირებდა ჩამოსვლას გელათის ტაძარში. ამიტომ გადავწყვიტეთ დარჩენილიყავით. ვფიქრობთ, რომ მას სერიოზული დისკომფორტი შეექმნება ჩვენთან ერთად ტაძარში ყოფნის, ვინაიდან მისი პირადი პატიმრები ვიყავით და პოლიტპატიმრების გვერდში ყოფნა არც ისე ადვილი იქნება მისთვის. დიახ, დღეს დავითობაა და ამ დღესასწაულთან დაკავშირებით გელათის სამონასტრო კომპლექსში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება. აქ ელოდებოდნენ ქვეყნის პირველ პირს მიხეილ სააკაშვილს, თუმცა პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი გელათის სამონასტრო კომპლექსში აღარ მოვა. დიდი მადლობა მერიან გორგოძე გვერდებოდა გელათიდან პირდაპირ ეთერში. ევროპელი დემოკრატების ლიდერი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას აფასებს. პაატა დავითაიას განცხადებით, მთავრობამ უნდა შეწყვიტოს საზღვრის გადაკვეთის ცალმხრივად გამარტივება და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმოსვლის საკითხი მოაგვაროს. ის მიიჩნევს, რომ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ შესაძლებელია და ხელისუფლებამ ამ საკითხზე უნდა იზრუნოს. მან ასევე აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აფხაზეთს საქართველოდან უფასოდ მიეწოდება ელექტროენერგია, რომელსაც რუსეთის ტერიტორიაზე არაკანონიერად ყიდიან.
ზაქარიშვილი შეხვდა აფხაზებს ჩვენ ხედავთ იმას, როდესაც პრემიერ-მინისტრი საქართველოს განიხილავს იმას, რომ სახელმწიფო მინისტრთან რო გაზზე მიერთებული იყოს ახალგორის ტერიტორიაზე და იქვე ხდება განცხადებები სეპარატისტების მხრიდან, რომ არანაირი გაზის მიერთება არ მოხდებოდა თვითონ აწვრიან გაზს. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ არანაირი დათმობაზე არ მოდის ოკუპირებულ ტერიტორიებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ხელისუფლება და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თავიანთი ძალაუფლება გაიძლიეროს. ამ ფონზე ხდება კანონი ოკუპაციის შესახებ ცვლილების განხორციელება და საუბარი ეხება იმას, რომ ვინც გადაკვეთავს საზღვარს, რომ მათ არ დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. მაგრამ მოდი ვთქვათ, თუ რა არის აქ შემაშფოთებელი. ეს არის ღია მესიჯი იმასთან დაკავშირებით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაცია გალაითებული იყოს კანონის მხრიდან და ამას ითხოვდა სულ რუსეთის წარმომადგენლები. დღეს აფხაზეთში შუქს ღებულობენ ენგურგესიდან, ხო? საქართველოს აძლევს შუქს და ჩვენ ამაში ერთ თეთრს არ ვღებულობთ. ჩვენ უფასოდ საქართველოს ხაზოსამ უფასოდ აძლევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შუქს. უფასოდ და დევნილებს, რომელიც დევნილები დღეს არიან საქართველოს ტერიტორიაზე აქ და იმის გამო, რომ ქართველები არიან და იმის გამო, რომ მათ ქართველობის გამო მოუკლეს ოჯახის წევრები, ისინი შუქის ფულს იხდიან აქ. ხოლო ის, ვინც კლავდა ქართველებს და ვინც მიიწვია საქართველოს ტერიტორია, ის შუქის გადასახადს არ იხდის. ამ წუთებში კათოლიკოს პატრიარქი სამების ტაძარში პარაკლისი ხდის მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა კეთილმორწმუნე მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. საზეიმო წირვა-ლოცვა ტაძრებში დილიდან დაიწყო. წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი 1089 წელს 16 წლის ასაკში გამეფდა და 36 წელი მეფობდა. დავით აღმაშენებლის მეფობის დროს საქართველოს უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. იგი 1125 წელს აღესრულა. ანდერძის მიხედვით დავით აღმაშენებელი გელათის მონასტრის შესასვლელშია დაკრძალული. სამების ტაძარში კი პარაკლისის მრევლთან ერთად აღმასრულებელი ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი ესწრება. ნოდარ ჩარჩუას ვრთავთ სამებიდან ახლა პირდაპირ ეთერში ნოდარ გისმენთ. დიახსობო სამების საკათედრო ტაძარში ჯერჯერობით საზეიმო წირვა-ლოცვა წმინდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით არ დაწყებულა. ამ წუთებში აქ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ელოდებიან და უწმინდესი და უნეტარესი უკვე შემოდის სამების საკათედრო ტაძარში. უკვე სასულიერო პირები განლაგებულები არიან სწორედ და ელოდებიან საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. აქ უკვე იმყოფება მთავრობის წარმომადგენლები. აქ სულ ცოტა ხნის წინ მოვიდა შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრი დავით ნარმანია, ასევე აქ იმყოფება ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები და ამ წუთებში, როგორც უკვე გითხარით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე შემოდის სამების საკათედრო ტაძარში. მე შემიძლია კადრში დავტოვოთ და ვაჩვენოთ მაყურებელს უწმინდესის შემოგზანება. აქ გარდა სასულიერო პირებისა სამების საკათედრო ტაძარში ასევე იმყოფება სამხედროს მოსამსახურეები, ჯარისკაცები, რომლებსაც პარაკლისის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დალოცავს ქართულ ჯარს. აქ ელოდებიან თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიასაც და ასევე იგეგმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა. აი თქვენ ხედავთ ახლა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სამების საკათედრო ტაძრის ცენტრში დაბრძანებულ ხატებთან მიდის. ემთხვევა ეს შეიძლება ითქვას, რომ გარდა მთავრობის წევრებისა და ქართული ჯარისა აქ ასევე იმყოფება მრევლი, რომელიც დღევანდელ დღეს აღნიშნავს და რომლებიც აცხადებენ, რომ წმინდა დავით აღმაშენებელი იყო ერთ-ერთი ძლიერი მეფე და მისი ხსენების დღე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქართველი ერისთვის და ქართველი ხალხისთვის. წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი თავისი განსაკუთრებული ღვაწლის გამო საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ ძალიან სწრაფად შეერაცხა წმინდანად. მისი ხსენება ყოველთვის განსაკუთრებული ზეიმით აღინიშნება ჩვენ სამოციქულო ეკლესიის სივრცეში. ამ დღესთან დაკავშირებით მისი უწმინდესობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში აღავლენს პარაკლისს. რა თქმა უნდა, პარაკლისზე შეავედრებს იგი
უფალს და წმინდა მეფე დავით აღმაშენებელს, რომ მისი მეუღებით ღმერთმა მისცეს საქართველოს მთლიანობა და ძლიერება. სრულიად საქართველოს მიულოცავ დღევანდელ დღეს. დღევანდელი დღე ჩვენთვის არის ღირსეული დღე, დავით აღმაშენებლის დღე, რომელსაც ჩვენ აღნიშნავთ ძალიან დიდი ოვაციით და ვიკრიბებით. დღეს ჩვენთან მობრძანდება პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში, რომელიც გადაიხდის პარაკლისს. ამ თვითებში სამების საკათედრო ტაძარში ასევე ელოდებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილსაც, სწორედ ბიძინა ივანიშვილსაც უკვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი შევიდა აღსავლისკარი, მან უკვე გაიარა და სულ ცოტა ხანში დაიწყება საზეიმო პარაკლისი, რომელიც წმინდა დავით აღმაშენებლის დღესთან დაკავშირებით იმართება სამების საკათედრო ტაძარში. პარაკლისის დასრულების შემდეგ ქადაგებით მიმართავს უწმინდესი და უნეტარესი აქ შეკრებილ მრევლს და ასევე ჯარს და სწორედ ქართულ ჯარს დალოცავს დღეს ილია მეორე. აი ასეთია დღევანდელი პარაკლისის გეგმა. ჯერჯერობით პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სამების საკათედრო ტაძარში არ გამოჩენილა, თუმცა მას როგორც სასულიერო პირები, ასევე ქართული ჯარი და მრევლი ელოდება და აი როგორც ამ წუთებში მათყობინებენ და მაცნობებენ უკვე პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სხვა მთავრობის სხვა წევრებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში იმყოფება. დიდი მადლობა, ნოდარ ჩაჩვა საუბრობდა პირდაპირ ეთერში სამების საკათედრო ტაძრიდან. სადღესასწაულო წირვა დღეს ერთდროულად 15 ეპისკოპოსმა აღავლინა სამტრედიის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში. წირვას მრევლთან ერთად ენერგეტიკის მინისტრი რახა კალაძე და თბილისის ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეც ესწრებოდნენ. დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში ტაძარი სამტრედიაში 2 წლის წინ აიგო და მისი მშენებლობა კათოლიკოს პატრიარქმა აკურთხა. განწყობა ძალიან კარგი, პირველ რიგში მინდა მიულოცო დღევანდელი დღე დავითობა სრულიად საქართველოს, მინდა მიულოცო ჩემს რაიონს სამტრედიას, სამტრედიელებს დიდი სიყვარულით და მინდა სრულიად საქართველოს უსურვო წარმატება, წინსვლა, ბედნიერება და ყოველივე საუკეთესო. მინდა ვისარგებლოს შემთხვევით მიულოცო სამტრედიას, სრულიად საქართველოს დავით აღმაშენებლის ხსენების დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს დაემთხვა ადიგენში საზოგადოებრივი დარბაზის დაფუძნება. ორგანიზაციაში, რომელმაც შუალედური რგოლის ფუნქცია უნდა შეასრულოს ადგილობრივ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები დაწევრიანდნენ. ორგანიზაციის დამფუძნებლები აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი დარბაზი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცებისას გამართულ დებატებში. დამფუძნებელს ხდომაზევე დამტკიცდა ორგანიზაციის წესდებაც უახლოეს დღეებში კი საზოგადოებრივი დარბაზის წევრები მუნიციპალიტეტს ადიგენის განვითარების გრძელვადიან პროგრამას წარუდგენენ. საზოგადოებრივი დარბაზი ადიგენის განვითარებისთვის რაც მთავარია არის აპოლიტიკური და არაკომერციული ორგანიზაცია, რომელშიც გაწევრიანებული ხდება ნებაყოფლობით ადიგენში მცხოვრები, ჩვენს რაიონში მცხოვრები, სხვადასხვა პროფესიისა თუ სხვადასხვა, ასე ვთქვათ, გამოცდილების მქონე ადამიანების მიერ. ჩვენი მთავარი ფუნქცია უნდა იყოს, ჩვენ ესე ვფიქრობთ ყოველ შემთხვევაში, რომ ვიმოქმედოთ შუამავლის ფუნქციით მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის. დღეს რადგან მოგვეცა შანსი იმისა, რომ რაღაც იდეები განვახორციელოთ, სამოქალაქო საზოგადოება მეტად იყოს ჩართული რაიონის ცხოვრებაში და ვალდებულებაცაა ელემენტარულად ბიბლიიდან, სახარებიდან უფალი გავალდებულებს ჩვენ, რომ ჩვენი ცოდნა, განათლება, გამოცდილება მოვახმაროთ ჩვენს ქვეყანას. ჩეხეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. დავით დარახვალიძემ ჩეხეთის სადარგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ივანე ესტრაბთან სამუშაო შეხვედრა გამართა. პოლითა და განსახლების მინისტრმა ელჩ სამინისტროს მიერ შემუშავებული 4 წლიანი გეგმა დააცნო, რომელიც დევნილების განსახლებას ითვალისწინებს. შეხვედრაზე სამინისტროში არსებულ სიახლეებზეც ისაუბრეს. ძალიან საინტერესო შეხვედრა გქონდა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩთან. ის კარგად იცნობს ჩვენს ქვეყანას, მათ შორის გამყოფია აფხაზეთში, ახსოვს თუ როგორი საცხოვრებელი პირობები იყო იქ, შესაბამისად კარგად ესმის იმ დევნილების მდგომარეობა, რომლებიც იქედან არიან გამოდევნილი. ეს შეხვედრა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან პირადად მინისტრისგან გავიგე, როგორ გვარდება ლტოლვილთა პრობლემები და რა გეგმები აქვს მომავალი 4 წლის განმავლობაში სამინისტროს. მესმის, რომ ეს რთული საკითხია. კიდევ ბევრ ოჯახს სჭირდება საცხოვრებელი. არის დასაქმების პრობლემაც. ყველა დევნილს თავისი პრობლემების დროულად გადაჭრა სურს. ჩეხეთის რესპუბლიკა დაეხმარება საქართველოს. ჩვენი ქვეყანა ამ პრობლემის მოგვარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 95 წლისაა. 1918 წლის 22 იანვარს ახალი სტილით 8 თებერვალს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს თბილისის გარეუბანში ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობაში საზეიმოდ დაიხსნა კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი. მისი დაფუძნების ორგანიზატორი გახდა პეტერბურგის უნივერსიტეტის დოცენტი ივანე ჯავახიშვილი. როგორც ცნობილია, უნივერსიტეტის საზოგადოების დამფუძნებელთა პირველი შეკრება პეტრე მელიქიშვილის ბინაში გაიმართა და მას ექვთიმე თაყაიშვილი ხელმძღვანელობდა. ამ დღეს დაარსდა ქართული თავისუფალი უნივერსიტეტის საზოგადოება, რომელმაც შემდეგ დიდი როლი ითამაშა უნივერსიტეტის დაარსების საქმეში. 95 წლის იუბილესთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია საზეიმო ღონისძიებები. ნუცა აბაშიძე ისაუბრებს დეტალურად ამ ღონისძიებების შესახებ, ნუცა გისმენთ. 95 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიებები დღეს დილის 10 საათიდან დაიწყო. აქ იმყოფებოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. ფინანსთა სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც უნივერსიტეტის სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან ფინანსთა სამინისტროში, ხოლო ფინანსთა სამინისტრო მონაწილეობას მიიღებს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციებში. ფინანსთა სამინისტრომ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოაწერეს მემორანდუმს ხელი, რომლის თანახმადაც სამინისტრო ვალდებულებას იღებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და განსაკუთრებით ორ ფაკულტეტს ეხება, თუმცა სხვა ფაკულტეტებიც რა თქმა უნდა მიიღებენ მონაწილეობას. ეს არის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი, ეს არის იურიდიული ფაკულტეტი. სტუდენტები გაივლიან სტაჟირებას, პრაქტიკებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოს ფინანსთა სამინისტროში და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფინანსთა სამინისტრო მიიღებს მონაწილეობას ძალიან ბევრი სამეცნიერო ღონისძიების ორგანიზებაში. ძალიან მნიშვნელოვანი ხიდი ჩვენი სტუდენტებისთვის, მის გარდა რომ მიიღო პრაქტიკული გამოცდილება სამინისტროში მუშაობით და სამინისტროსთან დაქვემდებარებულ სხვა სტრუქტურებში, ასევე მათ ჰქონდათ პოტენციური შანსი დასაქმებისა, ვინაიდან როცა მუშაობ პრაქტიკულ საქმიანობას ახორციელებ, ძალიან დიდი შანსია, რომ დასაქმებულს დაინტერესებს შემდგომში საკუთარი დასაქმების პროგრამა გადაჭრა. საზეიმო ღონისძიებები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში 5 საათიდან განახლდება. პირველ ეტაპზე 6 პედაგოგი დაჯილდოვდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით, ასევე გაიმართება ფოტოგამოფენა მე უნივერსიტეტი და წიგნის პრეზენტაცია, ხოლო საღამოს დახურავს თბილისის ჯაზბენდის მიერ გამართული კონცერტი. დიდი მადლობა, ნუცა აბაშიძე საუბრობდა უნივერსიტეტიდან პირდაპირ ეთერში. ამ დროისთვის სულ ეს იყო ახალი ამბებით ეთერში პირველზე ბრუნდებით, დაგვალოდეთ.